ეს არის საოცარი კაცი, ბენია ჩხიკვიშვილი. ბენია ჩხიკვიშვილი იყო აი ისა ძალიან დიდი მადლობა რომ ეს არის ვანიკო ნაკაიძის დამსახურება ამ წიგნის გამოცემა და ხო გურიაში ძეგლის დაუდგეს. ეს არის საოცარი ადამიანი 1905 წელს გურიაში გურია რუსეთს გამოეყო და დაუმორჩილება გამოაცხადა. აი იმ გურიაში უნიკალური ამბავი მოხდა. აი უნიკალური. ხალხო ეხლა დრო რომ მქონდეს მოგიყვებით ეხლაც გამოგვადგება გენიალურმა გურულებმა რა მოიგონოს როგორ დაამარცხეს რუსეთის იმპერია 1905 წელს. ყვერამისის პარიზის კომუნის ამბავი, ხო იცი 10 კვირა არსებობდა. 10 თვე არსებობდა გურიის რესპუბლიკა და ისეთი არჩევნები ჩაატარეს, ისეთი დემოკრატ ყველა სოფლიდან გააგდეს ისა რა ქვია, დანიშნული მოსამართლეები და ყველგან აირჩიეს. ყველგან პირველად ხალხს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები თვითონ ხალხმა აირჩია ყველა ვინც უნდა ემართ. იმიტომ რომ ვინც თვითონ თავის თავს თავაზობს რამდენი ხანია მე ოპოზიციაში როა და გადასარევი იდეები აქვს და ადამიანების მხარეს როა ის ადამიანები ავიწყდებათ მე ხელისუფლება ეგეთი ბოროტებაა ძალაუფლება და გურიაში პირიქით გააკეთეს ხო ეს გურია გენერალური ხალხია ეს კი არ აირჩიეს ვინც ეუნებოდა მე ავირჩიე და მოხედა თვითონ ვინც უნდათ ისინი აირჩიეს ისა 10 თვე გაძლეს და დაამარცხეს ნასაკირალის ბრძოლაში რუსეთის უზარმაზარი არმია გურულებმა და მაგ ისტორიაზე ხო და გენიალური ისტორია რა მოიფიქრეს ხო იცი მოიფიქრეს ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა ასეთი გურული სიტყვა იყო ჩაჩუტი ანუ ჩამშვები და ნასეტკა და ნაბოზარი იყო ჩაჩუტი და რა საშინელება მოიფიქრეს ეს ჩაჩუტებს არ ესალმებოდნენ გამარჯვებას არ ეუბნებოდნენ ისა სუფრასთან არ ხდებოდნენ ჭიქას არ მიუჭახულებდნენ და ეს აღმოჩნდა ისეთი გამონადგურებელი იმ ჩაჩუტებისთვის თუმცა ეხვეწებოდა რომ მაგას დახრე და გვირჩევნია სიკვდილი გვირჩევნია გურულად ოღონდ გამარჯობა ხა წარმოგიდგენ იმიტომ რომ წარმოგიდგენ მაშინდელი გური ანახლანდელი ხო ჩვენ ხო ესე ვცხოვრობთ საქართველოს რა მეზობლის ნათესავის ახლობლის გარშე მოკლედ ეს არის გენიალური ადამიანი გენიალური და ეს ვინც არ იცის მინდა რომ იცოდეს იმიტომ რომ სულად უსამართლოდ დაკარგული სახელია ეს კაცი მე დაბრუნდა ემიგრაციიდან სხვებთან ერთად 1924 წელს მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში და დაიჭირეს რა თქმა უნდა რუსეთში დახვრეტის წინ საოცარი ადამიანი მოისყიდა ისა რა ქვია ვიღაც და საკენდო მოიხი ხო ეს გამოპრანჭული კაცი და დააწერა სამი სიტყვა სისხლით რომ საქართველოში იქნებ ჩაიტანოთ დახვრეტის წინ სადღაც სუზდალთან დახვიდეს ეს ნოე ხომერიკი და ნუ კიდე ბევრი დამოუკიდებელ საქართველოს დროს ერთი ადამიანი არ გატყდა ერთი ადამიანი ვერ გადაიბირეს სხვათა ერთი ადამიანი რო იცოდეს და დააწერა სამი სიტყვა გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მოდი ხო